აიანაპა ყველაზე გავრცელებული და მოთხოვნადი კურორტი ქართველების შორის. მაგრამ მე დღეს აქ ჩამოვედი იმისთვის, რომ გავარკვიო ღირს თუ არა აქ ჩამოსვლა და რა დაგიჯდებათ აქ დასვენება. მოკლედ დაგსკამეს. აქაურობა გავს ცოტა ჩერნობილს. გაგიკვირდებათ, მაგრამ სასაფლაო არის 4480 ლარი და არ გირჩევთ აქ მოსვლა. ჩვენ ვართ ქუთაისის აეროპორტში. კომპანია ვიზერის თავაზობს პირდაპირ ფრენა ქუთაისიდან ლარნაკის მიმართულებით. ბილეთების საფასური დაგვიჯდა 1 გზა 130 ლარი და დამატებითი ვიყიდე ბარგი 20 კილოიანი, რომელიც დამიჯდა 1 გზა 150 ლარი. ჩამოვედით კვიპროსზე 2 საათი და 10 წუთი დაგჭირდა მაგისთვის. აქ უკვე სრული ზაფხულია, 32 გრადუსი უეჭველად იქნება. ეხლა მაგ ყველაფერს გავიხდი და დაიწყება ჩვენი მოგზაურობა. ლარნაკას აეროპორტიდან როგორც კი გამოვხვალთ, დაინახავთ ძალიან ბევრ ავტობუსებს. ავტობუსის საფასური აიანაპამდე არის 12 ევრო, მაგრამ ჩვენ ვართ დიდი ჯგუფი, 7 კაცი ვართ, ამიტომ ავირჩიეთ პირადი ტაქსი, რომელიც ღირებულება იყო 85 ევრო. ისევ გამოდის 7 კაცზე 12 ევრო კაცზე. აეროპორტიდან ტაქსმა მოგვიყვანა აიანაპაში, ჩვენ ვილაში, რომელსაც აქვს თავისი პირადი აუზი და ძალიან ლამაზი გამწვანებული ეზო. წავედით ერთად დავგათვალიერებინოთ ჩვენი თვითონ ვილა. ეს არის უკვე ჩვენი თვითონ ვილა შიგნიდან, არის 2 სართულიანი, 4 საძინებელი, რაც იდეალური იყო ჩვენი ჯგუფისთვის, 3 სველი წერტილი არის და საკმაოდ ახლა დიდი ზომის არის დამეთანხმებით. რაც ყოველთვის საინტერესო, ეს არის ფასი. ამ ვილაში 4 დღეში გადავიხადეთ 4480 ლარი, რაც კაცზე გამოვიდა 640 ლარი. ჩვენ სახლთან ეგრევე მაღაზია არის, წამოდით ვნახოთ რა ფასები დაგხვდება შიგნით. ლუდის ძალიან დიდი არჩევანია და საშუალოდ 6 კილა ღირს 20 ლარი. აიანაპაზე წყალი არ ისმევა, ამიტომ ყიდვა მოგიწევთ 6 ლიტრი წყლის ღირს 9 ლარი. მანგოს 1 კილოს ფასი არის 23 ლარი, ვაშლის კი 13. ბრინგელს ჩიფსები ღირს 9.5 ლარი. ამას შეხედეთ, აიანაპაზეც კი არის ჩურჩხელა და ღირს 11 ლარი. ქუჩები დიდად არაფრით არ განსხვავდება ჩემი აზრით, არის მოწისრიგებულობა. ზებრების მაგივრად არის წითელი ხაზები და ამით გადავდივართ ხოლმე და ყველაზე განსხვავებული და გასაოცარი ჩემთვის იყო, როცა პირველად დავინახე მერსედესი ლიმუზინისნაირი ტაქსი. და აშკარად იშვიათობა არ არის, იმიტომ რომ რამდენჯერ გამოვიძახეთ ახლა ტაქსი, ან სულ ეს მოდის უეჭველად და ძალიან ბევრი დადის ზოგადად. ეს არის აიანაპას ყველაზე გავრცელებული და ცნობილი სანაპირო, ნისის სანაპირო. და რა თქმა უნდა, წავედით გავარკვიოთ აქ რა დაგვიჯდება დასვენება. სანაპიროზე თქვენ შეგიძლიათ დაისვენოთ უფასოდ, უბრალოდ ქვიშაზე, ან შეგიძლიათ იქირავოთ მთელი დღით 2 შეზლონგი და ქოლგა 25 ლარად. მაგრამ შუადღისკენ თუ მოხვალ, რამდენჯერაც ჩვენ ვიყავით, არც ერთხელ არაფერი არ გადავიხადეთ და აშკარად უფასოა. რა თქმა უნდა, სანაპიროზე მთელი დღის განმავლობაში მოგწყურდებათ და მოგშივდებათ კიდევაც. ამიტომ აქ არის რამოდენიმე ბარი, სადაც არის სასმელი და საჭმელიც და ვნახოთ ამისი ფასიც. კოკაკოლა აქ ღირს 11 ლარი, მე გავსინჯე კოქტეილიც და გადავიხადე 23 ლარი. სუბუქის კი საჭმელი იწყება სადღაც 30 ლარიდან. რა თქმა უნდა, აიანაპას უნდა გამოვცადოთ იახტის ტურით, რომ მოვინახოთ ყველაფერი ერთიანად. ყველაზე გასაკვირი დაიწყო ბილეთების შეძენიდან. გადავიხადეთ 50 ევრო ერთ ადამიანზე და ბილეთები მოგვიტანს პირდაპირ ჩვენთან სახლში. ეხლა მოვეძით შეკრების ადგილას, ასე ვთქვათ, სიმართლე რო გითხრა, აქაურობა გავს ცოტა ჩერნობილს, მაგრამ ჩვენ არ უნებდებით და ველოდებით უკვე იახტაზე გადასვლას. შეკრების ადგილიდან ჩვენ უკვე ჩამოვედით ავტობუსით, სადაც 20 წუთის სავალზე იყო სხვა ქალაქი. აქ დაგხვდა ჩვენი ულამაზესი თეთრი იახტა. ამ იახტით ჩვენ უნდა მოვინახოთ ირგლივ ყველაფერი, რაც მოსანუხონებელია, საინტერესო ადგილები. ამის გარდა იქნება DJ, დალევა და რა თქმა უნდა კაი სურათები. სანამ გავაგრძელებთ, შეგახსენებთ, რომ ჩვენი კონტენტის მთავარი მხარდაჭერი არის ბათუმის ტოიოტას ცენტრი. ძალიან დიდი იახტა არის, ცალკე არის საცეკვაო ადგილი, ცალკე სასმელებიც არის, მუსიკაც არის და აქაურობა უკვე მომწონს და წყლისფერი უბრალოდ შეხედეთ რა ლამაზია. აქ კიდე მეგონა მართლა მოვინახულებდით რამოდენიმე საინტერესო ადგილს, რომელიც აუცილებლად უნდა ნახო კვიპროსში. მაგრამ იახტა მხოლოდ ერთი ლოკაციას ჩაუარა გვერდი და ამით მორჩა სანახაობები. იახტაზე იყო საშინელი მუსიკა ბოლო ხმაზე 4 საათის განმავლობაში და არ იყო დაპირებული სასმელები და კერძები. ცოტა ხანში მოგცეს საშუალება ზღვაში გვენჭყუნპალავა და იახტიდან გვეხტუნავა. ცოტა ხანი კიდე მოვისმენთ
გავუსმენთ საშინელი მუსიკა და დავბრუნდით სანაპიროზე. დასრულდა ჩვენი დაუვიწყარი მოგზაურობა იახტით და მეგობრებო, ეს იყო ყველაზე დიდი სკამი ჩემ ცხოვრებაში. არ საიდან არ მინდოდა გაქცევა 1 საათის მერე რაც მოვედი და ეს იყო პირველი ადგილი ისეთ. იმედი მქონდა რომ მოვინახულებთ რაღაც საინტერესო და ლამას ადგილებს, ზღვიდან შევხედავთ, სურათებს გადავიღებთ და არაფერი არ იყო, არაფერი არ ვნახეთ. საშინელი მუსიკა იყო, მთელი გზა ხმამაღალი. პირდებოდნენ რომ უფასო კოქტეილები იქნება და არაფერი არ იყო უფასო. ვიხდიდეთ კიდევ უაზრო თანხას საშინელ კოქტეილებში. მოგეთ ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი სკამი და არ გირჩევთ აქ მოსვლას, დამიბრუნდით ჩემი 100 ევრო. აიანაპას მთავარ ქუჩაზე მდებარეობს რა თქმა უნდა მაკდონალდსი, რომელიც ძალიან საყვარლად გამოიყურება. მაკდონალდსი არის იდეალური ადგილი იმისთვის, რომ დავადგინოთ რესტორნის ფასები და წავედით ნახოთ მაკდონალდსის ფასები. ჩემი საყვარელი ბურგერი არის Big Tasty, ამიტომ აქაც გავსინჯავ მაგას, თან შევამოწმოთ განსხვავდება თუ არა გემო. მე ავიღე ჩვეულებრივი regular Big Tasty meal. თბილისში ღირს 25 ლარი და აქაც იგივე გამოდის, რადგან არის 7 და 60 ევრო. სხვათა შორის ახლა შევამოწმე და თბილისში ეს მენიუ ზუსტად ამ ზომის ღირს უფრო იაფი 22 ლარი და აქ გადავიხადეთ 25 ლარი. აბა ვნახოთ ვიზუალურად თუ გავს ახლა შეფუთვა, ეს განსხვავდება ჩვენი შეფუთვიდან. მეჩვენება თუ უფრო დიდია. ვიზუალურად ძალიან კარგად გამოიყურება. გავსინჯოთ free. შემიძლია ვთქვა რომ იგივეა რაც ჩვენთან არის. არა, აშკარად უფრო დიდია ვიდრე ჩვენთან. აბა გავსინჯოთ. ხო, ეხლა соуსი რა თქმა უნდა, Big Tasty соусია ზუსტად რაც ჩვენთან. უფრო მეტი ბოსტნეულია, ვფიქრობ, მაგრამ ხორცი ჩვენთან უფრო გემრიელია. აქ უფრო გამომშრალისავით არის რაღაც. კიდევ ერთი უცნაური რაც შემხვდა აიანაპას ქუჩაში, ეს არის. აი აქ არის ბარი, სადაც ცოცხალი მუსიკაა და ხალხი ერთობა და აი აქ გაგიკვირდებათ, მაგრამ სასაფლაო არის. აიანაპა არის ცნობილი ღამის ცხოვრებით, ამიტომ აქ არის განსაკუთრებული ერთი ქუჩა, სადაც არის მარტო ბარები და კლუბები და ყველგან არის ხმამაღალი მუსიკა. წავედით ნახოთ, როგორ იყრის ახალგაზრდობა თავს და რა თქმა უნდა ფასები. ამ ქუჩაზე სეირნობა Fort Boyard's გავს. ყოველ 5 მეტრში ვიღაცები ცდილობენ შეგიყვანონ კლუბში და ამას აკეთებენ მაქსიმალურად უხეშად. პირდაპირ მოექანებიან შენსკენ და თითქმის გეჯახებიან. ძირითადად ყველა კლუბში შესვლა არის უფასო და კოქტეილები მერყავს ფასები სადღაც 5-7 ევრო. თვითონ კლუბებში კარგი სიტუაცია. ყველა ორიენტებულია გართობაზე, არავინ არ ცდილობს ერთმანეთი დახოცოს. მუსიკას რაც შეეხება 5-წამიანი რემიქსებია, რომელიც მუდმივად იცვლება. დასრულდა ჩემი მოგზაურობა კვიპროსზე და მოდით შევაჯამოთ, თან გეტყვით რა დამიჯდა ეს მოგზაურობა იმისთვის, რომ თქვენს გქონდეთ წარმოდგენა, რა თანხა დაგჭირდებათ კვიპროსზე მოგზაურობისთვის. ესე იგი, უკანა გზა ქუთაისამდე დამიჯდა 420 ლარი ბარგთან ერთად, 20 კილოიანი ბარგი მქონდა ნაყიდი და ჯამში ამ 4 დღის განმავლობაში მე დავხარჯე 2300 ლარი. სიმართლე გითხრათ, სრულიად იმედგაცრუებული ჩამოვედი თბილისში, იმიტომ რომ რაც ველოდებოდი კვიპროსიდან სულ სხვანაირი აღმოჩნდა, არანაირი ინფრასტრუქტურა არ დაგხვდა და დასაწყისიდან ლარნაკის აეროპორტიდან როგორც კი გამოვედით და ტაქსში ჩავჯექით. მეორე პუნქტი, რაც ქალისთვის ფიქრობ ყველაზე მნიშვნელოვანია მოგზაურობის დროს არის შოპინგი და არანაირი ცნობილი ბრენდები არ დაგხვდებათ აიანაპაში. კოსმეტიკის მაღაზიას იყო ზედმეტია ლაპარაკი. მესამე პუნქტი, რაც ასევე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის გემრიელი კერძები და ზოგადად საჭმელი. აიანაპაზე მე გავიგე პირველად, რომ არსებობს სალათი და ხორცი ერთი და იგივე გემოთი, მაგრამ ეხლა მინუსების გარდა ასევე არის პლუსი, უდიდესი პლუსი არის ეს სანაპირო, იმიტომ რომ ქვიშა რა თქმა უნდა და სუფთა წყალი საოცრება არის და ულამაზესი სანახაობაა, მაგრამ ეს ერთი პლუსი რომ შევადაროთ სხვა ქვეყნებთან, ფასებით შედარებით შემიძლია იგივე ფასად ვიმოგზაურო სხვა ქვეყნებში, სადაც ერთი პლუსის გარდა დამხვდება კიდე სხვა ბევრი პლუსი, მაგალითად საფრანგეთი, ნიცა, ან იგივე ჩვენთანაც ბათუმში ან ქობულეთში, სადაც იგივე თანხად მე შევძებ დავისვენო 5 ვარსკვლავიან სასტუმროში სამჯერადი კვებით და ამის გარდა უდიდესი პლუსი ჩვენთან, რომ 1 საათის განმავლობაში მივხვალთ ულამაზეს ადგილებთან, გინდა ეს ჩანჩქერი იყოს, მდინარე, ან უბრალოდ ულამაზესი პარკი. ჩვენ კერძებზე ხო უკვე ზედმეტია ლაპარაკი. როგორც კი ჩამოვედით თბილისში, ეგრევე წავედით ქართულ რესტორანში იმისთვის, რომ გემრიელად გვეჭამა, მაგ 4 დღის მერე პირველად ჭამეთ გემრიელად. იმედია მოგეწონათ ჩემი ვიდეო და იმედია ძალიან სასარგებლო იყო თქვენთვის. აიანაპა ჩემთვის პირადად იყო ყველაზე საინტერესო მიმართულება
იმ მხრივ, რომ ვიცოდი, რომ ქართულ მოგზაურს ძალიან ბევრს უყვარს ეს მიმართულება და ვიცი, რომ ყოველთვიურად ძალიან ბევრი ქართველი დადის იქ. აცი მეც ვარ ნამყოფი და თუ თქვენ აპირებთ წასვლას კვიპროსზე, აცი თქვენც გეცოდინებათ რა დაგვხდებათ აი ანაბაზე. კომენტარებში დამიწერე, რომელი ქვეყანა ან რომელი საქართველოს კუთხე გადავიღო შემდეგ YouTube ვიდეოსთვის.